დიდი კომენტარის ველი. მომხმარებელს ეძლევა საშუალება ხელით მიუთითოს პაციენტის საბოლოო დიაგნოზთან დაკავშირებული კომენტარები. ამ ტაბში მომხმარებლის მიერ ხორციელდება საბოლოო დიაგნოზების დამატება პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკატორის ICP-2-ის მიხედვით და საბოლოო დიაგნოზი ICD-10-ის მიხედვით. პანელზე საბოლოო დიაგნოზი პლუს დამატების ღილაკით იხსნება ICP-2 კლასიფიკატორის დამატების ფანჯარა შემდეგი ველებით. მკურნალი ექიმი. ამ ველში სისტემის მიერ ავტომატურად ხდება მომხმარებლის მონაცემების დაფიქსირება. მიუთითეთ საძიებო სიტყვა. ამ ველში შესაძლებელია კლასიფიკატორის მონაცემების ძიება დასახელებითა და კოდში არსებული ნებისმიერი პარამეტრით. მაგალითად ლარინგიტი მწვავე ან R77. საჭიროა მოძიებული კოდის მონიშნვა. შენახვის ღილაკით ვინახავთ ფანჯარაში დამატებულ ინფორმაციას. პანელზე ქვედა პლუს საბოლოო დიაგნოზის ICD-10-ის დამატების ღილაკით იხსნება ICD-10 კლასიფიკატორის დამატების ფანჯარა შემდეგი ველებით. მკურნალი ექიმი. ამ ველში სისტემის მიერ ავტომატურად ხდება მომხმარებლის მონაცემების დაფიქსირება. თარიღი დრო. ხორციელდება შესაბამისი თარიღის მითითება. მიუთითეთ საძიებო სიტყვა. ამ ველში შესაძლებელია კლასიფიკატორის მონაცემების ძიება დასახელებასა და კოდში არსებული ნებისმიერი პარამეტრით. მაგალითად, ზედა სასუნთქი გზების სხვა მწვავე ინფექციები მრავლობითი ლოკალიზაციის ან G06.8. საჭიროა მოძიებული კოდის მონიშნვა. შენახვის ღილაკით ვინახავთ ფანჯარაში დამატებულ ინფორმაციას. კლასიფიკატორის კოდების დამატების შემდეგ პანელის ქვედა მხარეს ვიზუალდება ცხრილი შემდეგი ველებით. დასახელება, კოდი, მომხმარებლის სახელი და გვარი. საბოლოო დიაგნოზის ტაბში განხორციელებული ქმედებების შემდეგ საჭიროა ზედა შენახვის ღილაკით მონაცემების შენახვა.